ფერუმარილის დროც დაამთავრდა დიქტატურა მოდის. რეჟიმი სტახანოვური ტემპით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციას განაგრძობს. დემოკრატიულობანას და მედასავლეთეობის თამაშის ყველა ელემენტი ჩაიხურა და ახლა უკვე გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის მიტაცების შედარებით რბილი ფაზა დაამთავრდა და ძალადობრივი კონტროლის ქვეშ აყვანის სპეცოპერაცია ძალას იკრებს. სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა, არჩევნების მანიპულაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების კლანური დაქვემდებარება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები, პატიმრების სიმრავლე, ფინანსურ რესურსებზე კონტროლი, აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ავტორიტარიზმის კლასიკურ მოდელს ერთი ფორმალური ნიშანი გააკლდა. კრიტიკული ტელევიზიები ეთერში, ანუ ჩვენ და ონლაინ მედიის ფუნქციონირებადობა. დღეს ცნობილი გახდა, რომ ავტორიტარიზმის სრული კონსოლიდაციისთვის საჭირო ეს ბოლო სეგმენტიც მასშტაბური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. რეჟიმი ახალ რეპრესიულ კანონს ამჯერად მედიის სრული კონტროლისთვის აანონსებს. დავიწყებთ მუშაობას ხვალიდანვე და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად. კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედია საშუალების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავლებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მათ არჯერად თავად იციან, რომ სახელი უნდა იყოს უცხოური, სტანდარტი უნდა იყოს რუსული, განსაკუთრებით მურუსიძის მართლმსაჯულების პირობებში. როგორც მდინარაძე ამბობს, ასევე მიიღებენ ამერიკული ფარას დღეს მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს, ვინაიდან მისი თქმით, შარშან მიღებული ჯერ რუსული კანონი სრულფასოვნად არ ამოქმედებულა. რატომ აკეთებს ამას რეჟიმი ახლა თან ასეთი დაჩქარებული ტემპით? ვაშინგტონში პრიორიტეტების დიდი გადალაგების ფაზაა. ეს ცხადია საგარეო დახმარებების მიმართულებასაც ეხება, რაც შედეგად არა მარტო საქართველოში, მათ შორის მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას დროებით აპაუზებს. პარალელურად ევროკავშირისგან მართალია დაანონსდა, მაგრამ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილებები არაა მიღებული მის სტრუქტურასა, ანუ დახმარების სტრუქტურასა და დაფინანსების მიღების ფორმებზე. ოცნება ტემპს აჩქარებს, ცდილობს წინასწარვე შექმნას ისეთი არათუ ფილტრები, ფაქტობრივად ჯებირები, რომელიც თავისუფალ სამყაროს საქართველოში თავისუფლებისთვის მებრძოლ ინსტიტუტებთან და ადამიანებთან წვდომას არ მიცემს. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოში კრიტიკული მედია ბოლომდე უნდა მოიგუდოს. ერთის მხრივ ფინანსების არქონის, მეორეს მხრივ ცენზურის ინსტიტუციონალიზაციის გზით და მისი არსებობისა და მოქმედების არეალი მკვეთრად შეიზღუდოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რეჟიმმა ევროკავშირთან ურთიერთობის რეკონსტრუქციის ყველა იმედი დაკარგა. აღარც შტატების ახალი ადმინისტრაციისგან დარჩა ხელჩასაჭიდი ხავსი და შესაბამისად აღარც იმ უხარისხო ფერუმარილის ჩამორეცხვა ადარდებს, რომლის მიღმაც რუსული ყაიდის მახინჯი დიქტატურის სახე აქამდე მხოლოდ ილანდებოდა. ივანიშვილის ეს იმედგადაწურულობა, როგორც ჩანს, ტრამპის და მისი საგარეო პოლიტიკის სულ უფრო მკაფიო კონტურებმა და მოსკოვიდან მიღებულმა ძალიან კონკრეტულმა სიგნალმაც განაპირობა. ამერიკა უპირველეს ყოვლისა კონცეფციაზე გადასვლა თავის თავში საგანგაშოა. რამდენადაც ჰიტლერის პერიოდის დევისთან გერმანია უპირველეს ყოვლისა აქვს მსგავსება. ძალის საშუალებით მშვიდობის დამყარებაზე ფსონის დადებამ კი შესაძლოა საბოლოოდ დაასამაროს დიპლომატია. ტრამპთან თავისი პირობებით დალაგების არა მარტო იმედი გადაეწურათ, არამედ კონფრონტაციის ისეთ ხარისხზე ფიქრობენ, სადაც მისი ჰიტლერთან შედარებაც კი საჭიროდ მიაჩნიათ. შეგახსენებთ, განცხადება, რომელიც ახლა გაგაცანით, ვინმე დუგინს ან პროხოროვს კი არ ეკუთვნის პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სიტყვებია. და ამ ფონზე ადგილობრივი ყვარყვარე სრული დიქტატურისთვის ემზადება. არავისგან აღიარები ერთპარტიული პარლამენტით, არალეგიტიმური მთავრობით, კლანური მართლმსაჯულებით, კრიმინალურ ვერტიკალად გადაქცეული ხარებას ოპრიჩნინის მიერ დაშინებული ძალოვანი სისტემით, კორუფციულ ხლარჩი ჩათრეული დიდი ბიზნესით და ვახსენოთ აქაც პოლიტპატიმრებით გადავსებული ყვარყვარეს ციხით.
რა აკლდა დაშინების, დევნის, რეპრესიის, დეზინფორმაციის, უსამართლობის კანონებად გადაქცევის და ბოროტების ლეგალიზაციის მომწამლავი ნაზავით გამომცხვარ რეჟიმს. უამრავი პრობლემებისა და დევნის მიუხედავად ჯერ კიდევ ფეთქავი მედია და აი ისიც ფინანსური მოგუდვა და ცენზურა. რა მოხდება? რთულია პროგნოზი, თუმცა პროცესის ესკალაცია დასასრულს დააჩქარებს. ესკალაციაც სწორედ იმიტომ ხდება, რომ დაბნეულობის, უიმედობის, უპერსპექტივობის განცდამ დაგვიპყროს და ჩამოგშალოს. წინააღმდეგობას ქვეყნის შიგნით და მდგრად და განგრძობად პროტესტის ფორმებში სიახლეებს, რამდენიმე ნაბიჯი წინყოფნას, პლუს საერთაშორისო წნეხის ზრდას შედეგი გარდაულად მოყვება. ბოლოს ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. თუმცა მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მანამდე ბევრი რამ შეიძლება იყოს ძალიან ცუდად.